ვაშინგტონის დროით ღამის პირველ წუთზე ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ 7 წლის შემდეგ პირველად შეწყვიტა მუშაობა. მთავარი მიზეზი სენატში წარდგენილი მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტია, რომელშიც საბიუჯეტო ხარჯებია გაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებული დაპირისპირება ამერიკულ პოლიტიკაში ხშირია, ხარჯების შესახებ ეს დავა განსაკუთრებით დაძაბულია. რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს როგორც წარმომადგენელთა პალატას, ისე სენატს, თუმცა მათ არ აქვთ სენატში მთავრობის დაფინანსების კანონპროექტის მისაღებად საჭირო 60 ხმა, რაც დემოკრატიულ პარტიას გარკვეულ ბერკეტს აძლევს. რესპუბლიკელებს სენატში ამჟამად მხოლოდ 53 ადგილი აქვთ და კანონპროექტის დასამტკიცებლად მათ კიდევ 7 ხმა სჭირდებათ. დემოკრატების აზრით, ხარჯების შესახებ კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას გაურთულებს. ისინი მოითხოვენ, რომ კანონპროექტში შევიდეს პუნქტი ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდირების შესახებ. დემოკრატები ასევე ეწინააღმდეგებიან დაავადებათა კონტროლის ცენტრებისთვისა და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების დაფინანსების შემცირებასაც. დემოკრატიულ პარტიაში ამბობენ, რომ საზოგადოება ამ საკითხით ძლიერაა დაინტერესებული, თუმცა რესპუბლიკური პარტია დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მოსალაპარაკებელი არაფერია და ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება გარდაუვალია. რესპუბლიკელები შეერთებულ შტატებს მთავრობის მუშაობის შეჩერების პროცესში ითრევენ. უარს ამბობენ ორპარტიულ მოლაპარაკებებზე. გვაიძულებენ პარტიული კანონპროექტის მიღებას და რაც ყველაზე უარესია, ამერიკის ჯანდაცვა საფრთხეში აგდებენ. რამდენიმე წუთის წინ რესპუბლიკელებმა კიდევ ერთხელ თქვეს უარი ჩვენს წინადადებაზე, რომლებიც მიზნად ისახავდა მთავრობის მუშაობის შეჩერების თავიდანაცილებას. ჯანდაცვის დაფინანსების დარეგულირებასა და ამერიკელებისთვის ჯანდაცვის ხარჯების უეცრად ზრდისგან გამოწვეული კატასტროფის თავიდანაცილებას. რესპუბლიკელებმა ეს კვლავ დაბლოკეს. რესპუბლიკელები მოლაპარაკების პროცესის შეფერხებაში დემოკრატებს ადანაშაულებენ. ბზარი ნელ-ნელა ჩნდება. მთავრობის მუშაობის გაგრძელებას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩაკ შუმერი გვაიძულებს მუშაობა შევწყვიტოთ, რის ფასაც ამერიკელი ხალხი გადაიხდის. ეს ნამდვილად დემოკრატების, ჩაკ შუმერის დამსახურებაა. არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. ეს უბრალოდ რყევის მცდელობაა. $1 ტრილიონ ითხოვს. ეს აბსურდია. მთავრობის მიერ მუშაობის შეწყვეტა ქვეყანაში ასობით 1000 დასაქმებულის არაანაზღაურებად შებულებაში გაშვებასა და სამთავრობო სერვისების დროებით შეწყვეტას გამოიწვევს. უკანასკნელად მთავრობამ მუშაობა 2018 წელს დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს შეწყვიტა და ის 35 დღეს გაგრძელდა.